როდესაც სოფლიოში ესოდენ სერიოზული პროცესები მიმდინარეობს, ისიც თქვენ რაც ხდება ირანში, მაგალითად. ან რა ხდება უკრაინაში, ან რა შეიძლება მოხდეს გრენლანდიასთან დაკავშირებით. რა ხდება, კლავაც რა ხდება ვენესუელაში. და სხვაგანაც. ამ პერიოდში ყურადღების გამახვილება, როცა ესოდენ სერიოზული აქტუალური თემებია სოფლიოში, ყურადღების გამახვილება ვინმეზე ქართული ოცნების ჩალისფასიანი წარმომადგენლებიდან ვინმეზე ყურადღების გამახვილება ალბათ მაინც არ ხის. მაგალითად, რამ რო გააკეთოს ახლა თუ რა ექსტრაორდინალური არ გააკეთა გია ვოლსკიმ, ალბათ მაინც არ შევჩერდებით მასზე, თენგიზ შარბანაშვილმა, ნინო წილოსანმა და ასე შემდეგ, თუმცა მეორე მხრივ თუ მაკაბოჭორიშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე თუ შალვა პაპუაშვილი რამეს იტყვიან, მოგიწევს რეაქცია. ირაკლი ზარქუა ან დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი ზარქუაზე ვლაპარაკობთ დღეს. ხო, დიმიტრი სამხარაძე ან ირაკლი ზარქუა ყურადღებას არ იფსახურებენ არც ერთ შემთხვევაში, ისინი ქართული ოცნების გუნდშიც კი მეორე, მესამე, მეხუთე, მე-17 ხარისხოვანები არიან, ხანდახან კი წარმოთქვამენ რაღაც უცნაურ სიტყვებს, მაგრამ დასაცინები არიან უმრავლეს შემთხვევაში. არა, ყველა დასაცინეა, მაგრამ ესენი განსაკუთრებით დასაცინები არიან, იმიტომ რომ შალვა პაპუაშვილის ინტელექტი, რა ვთქვი, მაგრამ შალვა პაპუაშვილის ინტელექტიც კი არ აქვს. თან ის შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულია და ეს დეპუტატად წოდებული. და არა უმეტეს. მაგრამ ირაკლი ზარქუაზე მოგვიწევს ჩვენ ახლა საუბარი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს და მხოლოდ იმის გამო მოგვიწევს, რომ გუშინ გავრცელებული კადრების თუ ნახავ ალბათ. შემდეგ ირაკლი ზარქუამ აქეთ შემოგვიტია და ბრძანა შემდეგი. ნაციონდერები და არ შემდგარი რევოლუციის ავტორები აკაცუკები და ძმანი მისნი, ჩემზეო აღწელებენო მორიქცრუ ინფორმაციას, რა მონაკო და საფრანგეთი, აგერ თბილისში ვარ, თბილისში, ან თუნდაც ევროპაში ვყოფილიყავი და მე სეირნა ამაზე ნებართვა აკაცუკებს უნდა თხოვო და ნაცტროლებს. მოკლედ არისვენებთ და ცდილობთ ხან ხელოვნური ინტელექტით და ხან ფოტოშოპით. როგორც ვთქვა, წინა შემთხვევა მაღალი ალბათობით, ან ეს შესაძლოა ახლანდელიც. რაღაც სიგიჟე ფოტოები და ვიდეოები დადოთ ჩემზე და ამით შავი პიარი ამიგოროთ. არავის არ აინტერესებს ირაკლი ზარქუა საბოლოო ჯამში. ირაკლი ზარქუა რომელი მნიშვნელოვანი პერსონაა, რომ მასზე ხარჯავდეს დროს და რესურსს მისი მოწინააღმდეგე რომელიმე ჯგუფ ირაკლი ზარქუას, არა თუ ჩვენთვის, არამედ ქართული ოცნებისთვისაც, ირაკლი კობახიძისთვის ასე მაგალითად ჩალის ფასი აქვს, როგორც მოიყვანეს, როგორც მოათრიეს უკაცრავად, ისე წაიყვარენ უკაცრავად და წაათრევენ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეგეთები წაუთრევიათ, გადაუყვანიათ ანრი ოხანაშვილი მასზე შედარებით, არ ვიცი, სერიოზული ჭყალებში პოლიტიკოსი იყო, მაგრამ ანრი ოხანაშვილის არც ჩამი ისმის და არც ჩუმი მოცემულ ეტაპზე. მოკლედ არისვენებთ და ცდილობთ ხან ხელოვნურ ინტელექტს, ხან ასე შემდეგ. ამაოდ ასე გააგრძელეთ სრუეში ცხოვრება, მე კი დამდეგა ძველით ახალ წელს გილოცავთ, ყველასო ამბობს ბატონი ზარქუა წარმოუთქვამს. უთქვამს ეს ბატონ ზარქუას, რომ ვიცოდეთ მაინც. არადა ეს ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ბატონ ზარქუაზე და ვიდეო კადრები, რომლებშიც შემთხვევით მოხდა, ეს პატივცემული კი არა, პარაპატივცემული პირი, საბოლოო ჯამში არის სიმართლე, ანუ ავთენტური კადრებია და გავრცელებული არის ამგვარი მედია პლატფორმის Daily Monaco-ს მიერ მე დავათვალიერე Daily Monaco-ს Facebook გვერდი, იქ რაღაც ესეთი გლამურული ფოტოებია და ესეთი ელიტური საზოგადოება იკრიბება როგორც ჩანს რაღაც ივენთებზე, რაღაც დღესასწაულებზე კი არა, რაღაც ესეთ სადღესასწაულო ამბებზე, ივენთებზე და ასე შემდეგ. და ირაკლი ზარქუაც როგორც ჩანს არა ზამთარში, მაინც და მაინც ეგრა მაგის პასუხია, ბარემ განუმარტოთ ბატონ ზარქუას, არამედ სწორედაც რომ სხვა პერიოდში, სხვა დროს, იმიტომ რომ შემოსილნი თავად ბატონი ზარქუა და მისი თანხლები ქალბატონი არიან შედარებით არა ზამთრულად, როგორც ჩანს იყვნენ გარკვეული პერიოდის წინ Daily Monaco-ს, ისევე როგორც არც არის, მაგრამ განსაკუთრებით Daily Monaco-ს სასაკვირველი არ აქვს არანაირი ინტერესი, რომ ბატონი ზარქუა გააშავოს და ბატონი ზარქუას წინააღმდეგ რამ კამპანია აგორდეს. როგორ აქვს ჩამოდებული ხელი, ვეღარ ნახულობ ამ ვიდეო კადრებს და მართლა ვარ დაასეივებ ხოლმე, ახლა ტელეფონის მეხსიერება არ გეყოფა, თუ დაასეივებ ყველა ვიდეო კადრს ან ყველა ფოტო კადრს ამათ შესახებ, როგორ აქვს ჩამოდებული. პრინციპში ნანახი გაქვთ, მაგრამ მაინც ისე იგი მარჯვენა ხელი უჭირავს რატომღაცა ესე ბატონ ზარქუას 90-იანი წლების ესთეტიკა ალბათ ეს 90-იანი წლებისა და
რამ ისეთი უბნებისა, სადაც ძველ ბიჭობა განსაკუთრებით გავრცელებული და განსაკუთრებით აუცილებელი და აუცილებელი ნაკლებად მან პოპულარული თუ იყო და მარცხენა ხელი შესაბამისად ამ ქალბატონის მისი ნაცნობის მეთქი ასე ვიტყვი, თუმცა ეჩვენებარება რომ ხა თითქმიანი ნაცნობი ყოფილიყო დროებითი ნაცნობის შესაბამისად მარცხენა მხარზე აქვს ესე მოხმეულიც არა აქვს ხელი, ჩამოდებული აქვს ხელი, მინდა რომ ნახო ეს კადრები იქნება და მოხერხდეს კადრების ნახვა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი მოვახერხებთ თუ არა. ესე იგი, აქაც ხო ვიდეო ხო არ ახლავს, აქ არ ახლავს ვიდეო. და ასე შემდეგ. ხო, იქნება მოხერხდეს, მაგრამ შესაძლოა ვერც მოხერხდეს 12 საათის წინ არის უკვე ბატონი ღარიბაშვილი, რომელზეც ლაპარაკი არ მოგვიწევს, იმედი მაქვს 14 საათის წინ რაღაც ამბავი ღარიბაშვილის ოჯახის მიერ გავრცელებული, მოკლედ მე ვერ ვნახე პირადად, გულახდილად გეტყვით, ერთ იუზერსაც დავსერჩავ თქვენის ნებართვით, შეიძლება მასა აქვს, თუმცა ნაფტა სულ უკრაინაზე, სულ ვენესუელაზე, სულ მნიშვნელოვან საკითხებზე აქ ქვეყნებს ხოლმე ამ ვიდეოებს და აქი ამოდი შევიდეო მასა აქვს, სწორედ გამოქვეყნებული. უბრალოდ ნახეთ, ხმასაც აუციოთ თქვენის ნებართვით. ესე იგი ეს ქალბატონი ერთი, მეორე ქალბატონი და აი აქ თუ არ ვწდები, აი ამის შემდეგ გამოჩნდება, ნახეთ, ხელი ნახეთ ბატონი ზარქოვასი, ვერანაირი ხელოვნური ინტელექტი გამიმეოროთ კადრები, ვერანაირი ხელოვნური ინტელექტი ვერ გამოაქვეყნებ, ვერ გააკეთებ და ასე კარგად თან, როდესაც ორიგინალში, ანუ ამ დეილი მონაკოში ძებნი, ხო, ეძიება ამ მასალას. გამოჩნდება ბატონი ზარქოვა თავის თანხლებ ქალბატონთან ერთად. კარგად არ მესმის, რატომ აქ ეს ხელი და ამესმის. კარგით, ეგ არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბატონი ზარქოვა საკუთარ თავს იცავს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქ მრავალწერტილი დავსვათ თქვენის ნებართვით, ცოტა პაუზას გავაკეთოთ, მას ეშინია. და ეხლა მე გეტყვით ვისი ეშინია, მე არ ვიცი მისი მეუღლე ვინ არის, გულახდილად გეტყვით, არც გვარი ვიცი, არც სახელი ვიცი, არც არ ვიცი ოჯახ რომელ ოჯახს წარმოადგენს და ასე შემდეგ, მაგრამ აქედან გამომდინარე ვერ ვილაპარაკებ სიმამზე ან სიმამრის რაღაც ცოტა მოგიჟო ბიძებზე პირობითად, ხო, ძმებზე. ხო, ახლა რაც არის. ეშინია მეუღლის. იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ბატონი ზარქოვა ჩავარდა უკვე პირველად არა მეორედ აქ შემთხვევით, სხვა შემთხვევაში არც თუ თლაც შემთხვევით იქ მართლა გადაუღეს რაღაც კადრები, სადაც იყო თუ ვერცდები დუბაიში. და ნამედანი ხშირად მოსდის სუღლუტობანი ბატონ ზარქოვას, სხვაში ასე წესით ასე უნდა იფიქროს მისმა ოჯახმა და მეუღლე მაღალი ალბათობით ეთქვის შემდეგ შინაარსს გადმოგცემ ცხადია. შემდეგ სიტყვებს, შემდეგ აზრს მოახსენებს მას მის შესახებ. მე შენ გიშვებდი აქამდე, შენ მიდიოდი ასე ვიცოდი აქამდე მცხოვრეთში, მათ შორის ევროპაში, იმისთვის რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებზე გეფიქრა, გეზრუნა, მეუბნებოდი, მატყუებდი რომ აგე ეს არის ვიზიტი რაღაც პირობითად რაღაც ევროსაბჭოში ან რომელიმე რაღაც ფორუმზე ან რომელიმე რაღაც კონფერენციაზე შენივე თანაგუნდელებთან, მეგობრებთან, ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებთან ერთად და აღმოჩნდა რომ ისე მრავალწერტილი დავსვათ, აღმოჩნდა რომ გულაობ და აგე ამის დასტური არის ეს ყველაფერი. ზარქოვა, როდესაც ჩვენ გველაპარაკება და გვეუბნება რომ იცით რა კაცუკები მესხმიან თავს რაღაცა კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ფეიკებს ავრცელებს ჩემს შესახებ, რაღაც ეს არის ხელოვნური ინტელექტი, ფოტოშოპი თუ ვიდეო კონტენტი ხელოვნურად შექმნილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე პრინციპში კი მქონდა საფრანგეთში მონაკოში ყოფნის უფლება, მაგრამ ეს კი ნამდვილად ტყუილი, ამით ჩვენ კი არ გვამუნათებს ან ჩვენ კი არ გვაწვება, გვაკრიტიკებს ჩვენ წინააღმდეგ კი არ ილაშქრებს, არამედ რეალურად ამით საჯაროდ იმართლებს თავს საკუთარი მეუღლის, მოდი ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით და ეს არ იქნებოდა კვლავ ვიტყვი ამ სოფლიო მოვლენების გათვალისწინებით, ეს არ იქნებოდა ჩვენი ყურადღების ცენტრში მოქცეული, რომ არა სწორედ ბატონი ზარქოვას ეს სტრატეგია, ვითომ ჩვენ გვესხმის თავს, რეალურად კი იმართლებს თავს საკუთარი მეუღლის და ოჯახის, ფართოდ ოჯახის წევრების მიმართ და ეს მათი პრობლემაა, არავითარ შემთხვევაში მე არ ჩავერევი და ვერც ჩავერევი, არანაირი უფლება არ მაქვს მეუღლეებმა ერთმანეთთან არკვიონ, ბატონ ზარქოვას თუ ყოფნის რესურსი რომ საკუთარ მეუღლეს დააჯეროს, რომ ეს არის მართლაც ხელოვნური ინტელექტი, ყოჩაღ, ანუ აფერუმ ბატონ ზარქოვას და აფერუმ, მოდი ასე ვიტყვი, ამ ქალბატონის ვინც არის მისი მეუღლე
მოთფინებასაც და აფერო ამ ქალბატონსაც რომელიც ამას თუ დაიჯერებს ხო არ ვიცი თქვენი მათი გადასაწყვეტია მომეთ მაგრამ აქ ჩემ რადგან საჯარო პირია და რადგან საუბრობთ ჩვენ რადგან საუბრობთ ჩვენ პირებზე რომლებიც საჯარო სივრცეში არიან და ხელისუფლებას წარმოადგენენ ხო აქედან გამომდინარე დამატებით არის საინტერესო ბატონი ზარქუა თუმთლად გულახდილები ვიქნებით და არ დავტოვებთ ამ ყველაფერს რაღაცა იმ ჩარჩოებში რომ ეს მისი პირადი საქმეა ოჯახის საქმეა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ კიდევ ერთი რემარკა ალბათ ასეთი უნდა იყოს ესენი დღენია და გვესაუბრებიან ჩვენ ეგრეთ წოდებული ოჯახის სისმინეზე მაისის თვეში თუ არ ვცდები თუ ივნისში მაისში მე მგონი ესენი გავავლენ მორიგ ჯერზე და ზარქუა იქნება შესაძლოა ახალოქში გამოწყებილი ეგრეთ წოდებული კაზაჩოკებით სავარაუდოდ იქნება კაზაჩოკებითაც იქნება შემოსილი ფეხზე კაზაჩოკებიც იქნება და ივლის და ილაპარაკებს ოჯახის სიწმინდეზე ეს კაცი რომელიც გარკვეულზე მაღალი ალბათობით მეორე შემთხვევა ყოველ შემთხვევაში საჯარო სივრცეში გამოუაშკარავდა ეს კაციც იქნება ოჯახის სიწმინდის დამცველთა ავანგარდში და ჩვენ დაგვიწყებს ჭკუის სწავლებას ნებისმიერ შემთხვევაში მისი პირადი საქმეა რომ ვიცოდეთ მაინც უბრალოდ რაღა ის საჯარო სივრცეში და საჯარო პირია მაინც უნდა გავაკრიტიკოთ ხოლმე ამ კუთხიდან გამომდინარე ყველა წარეთ ცდება ვინც უკაცრავად ყველა წარეთ წერება ვინც ფიქრობს რომ გერმანელებმა ხუმრობა არ იციან ამას წერს დავით ნიგურაძე ჩემი მეგობარი და კოლეგა ფარული ან მანერული გეის აბოცნობა გერმანელებს სხეულის ენით და მოქმედებით შეუძლიათ თითოეულ ნიშანს სახუმარო სახელსაც არქვევენ ასეთი ბევრია მაგრამ გამოვყოფ რამდენიმეს დიადემა იგივე ფეისპალმია ცოტა მიჭირს ცოტა უცხოს თქვებია ჩემთვის თუმცა ოდნავ განსხვავებული როდესაც მანერული ან და ფარული გეი მამაკაცი რაღაცაზე ბრაზდება მის დაუნდებლად იღებს ტრაგიკულ დრამატულ სახეს და შუბლზე ხელის გულს იდებს ნეკი და უსახელო თითები გაბზეკილი აქვს თიქანე ჩაიდანი გამოიყენება ასევე აღელვების გაოცების დროს ცალი ხელით დოინჯი ჩაიდნის სახელური მეორე ხელი ჰაერში ჩაიდნის ცხვირი შეიძლება არ გინდოდეს მაგრამ აღელვების დროს ხელმა ქვეცნობიერად ეს პოზა მიიღოს კოლეიგ ღიფ ასევე გაოცების დროს ხელის მიდება ხელს და მკერდს შორის გერმანელების აზრით ყველაზე მთავარი და უტყუარი არის გიბღოჰინე ჰენდ მოტეხილი ხელი მაჟაში ხელის ჩატეხილობა მტევანი ჰაერში ჩაკიდებულია და ისე მოძრაობ ასევე არის სცენის ბოზი ანუ სცინენ შპლამპე საიდან ცინიკურ მაგრამ ხო კარგად იცი გერმანული ერთი სული აქვს სცენაზე თუ სოკებზე გაიჩითოს და ხაზი გაუსვას რომ სტატუსი აქვს ნიჭიერ გერმანელებს კიდევ უამრავი სახელი აქვს მოფიქრებული მაგალითად ვინც ასე შემდეგ დადის მათ ესე იგი რაღაც სასეიდოდ დადის საჰაერო მატრასს უწოდებენ და ასე შემდეგ თუ ზემოთ შემოწმება რომელიმე საქციელო მანერა მოდესმე გაყიდა მორჩა ფუ ფე ნიუნგე თოჯინა ბიჭი ხარ და ასე შემდეგ მარტო ეს მითხარი ის ხო კარგით აღარ გავახსენებ დათოს არაჩვეულებრივი პოსტის როგორც ჩანს მაინც ჩაკითხვა და ეს ფოტო კი ნახოთ ბატონი ზარქუასი ხელი მარცხენა ხელი უკაცრავად მარჯვენა შესაბამისად ეს ხელი ესე ჩატეხილი და ხელი მარცხენა ხო ჩამოდებული კალბატონის მხარზე მოხვეული კი არა აქვს მოზიდული კი არა ყავს ეს კალბატონი არამედ აი რაღაცას რომ დაეყრდნობი თითქოს აი ხა მე დავეყრდო ამ კამერას და ესე ბევრი სხვა გვექნება დღეს სალაპარაკო ბატონებო და ქალბატონებო რა დროს ზარქუა მართლა ნახვამდის